მზადება ტრადიციად ქცეული კულტურული მოვლენისთვის საქართველოს სექტემბერში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამა პირველ ეტაპზე ქართული სპექტაკლების წარმოდგენას მოიცავს, რის შემდეგაც უკვე საფესტივალო დღები საერთაშორისო პროგრამით გაგრძელდება. წარმოდგენილი იქნება თეატრალური დადგმები ასევე ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან და ლატვიიდან. 2009 წელს დაფუძნებული ფესტივალის მიზანი საერთაშორისო კულტურულ მოვლენებში საქართველოს ინტეგრირება და თანამედროვე თეატრალური ხელოვნების ნამუშევრების პოპულარიზაცია. კულტურული ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. სივრცე, სადაც თეატრალური ტრადიციებისა და შემოქმედებითი ძალების გაერთიანება ხდება. ეს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალია. საქართველოს დედაქალაქი ფესტივალს წელს მე-17-ად უმასპინძლებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს იქნება ამბავი იმაზე, თუ როგორ იცვლება სამყარო, როგორ ირეკლავს თეატრი ამ ცვლილებებს, როგორ წინასწარმეტყველებს არტისტი ცვლილებებზე და როგორ ზემოქმედებს თეატრი ადამიანებზე, სამყაროსა და ცხოვრებაზე. საერთაშორისო პროგრამა ფესტივალის 21 სექტემბერს იწყება, 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ეს არის სპექტაკლები ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან და ფილმის სპექტაკლი ლატვიიდან უკვე. საერთაშორისო პროგრამას გახსნის რეჟისორ იტაი ტაირანის დადგმა რიჩარდ მესამი. თეატრი გეშერის სპექტაკლი ისრაელიდან წარმოადგენს კლასიკური პიესის თანამედროვე ინტერპრეტაციას. რიჩარდ მესამის როლში ქალი არ არის მხოლოდ შემოქმედებითი არჩევანი, არამედ ეს არის მძლავრი განაცხადი. გენდერი ცვლის პერსონაჟის აღქმის ობიექტივს. ერთის მხრივ არღვევს ტირანული მმართველობის მამაკაცურ მოდელს, მეორეს მხრივ წარმოაჩენს მონსტრს, რომელიც რეპრესიული სამყაროს წნეხით გაჩნდა. ჩვენ ვიწყებთ საკმაოდ გახმაურებული და ისეთი მნიშვნელოვანი სპექტაკლით და ძალიან კარგი სპექტაკლით, რაც თავარია, ეს არის გეშერის თეატრის რიჩარდ მესამე. და მერე ესე ყოველ 2 დღეში ერთხელ არის სპექტაკლები. ასევე ძალიან დიდი ვარსკვლავია ბრიტანეთიდან ივან ბლეკსტოკი, ანუ მისი კომპანია ტრეპლორდით. ახალგაზრდა და ესეთი მართლაც ამომავალი ვარსკვლავი თეატრის და ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტით და სპექტაკლით დიმიტრის კანანძასი, ეს არის სახლი. 5 ოქტომბერს მთავრდება ფესტივალი ვერტიკო დანს კომპანიის თანამედროვე ცეკვით მანა. რეჟისორ დიმიტრის კარანზასის სპექტაკლში სახლი ორი პერსონაჟია, ქალი და მამაკაცი. ისინი საკუთარ სახლში ერთ ჩვეულებრივ დღეს ატარებენ. ასეთი სახლები ყველგანა: ათენში, ტოკიოში, ლონდონში, მადრიდში, ამსტერდამში ან ნიუ-იორკში, ნებისმიერ მეტროპოლიაში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. სახლი არის იგავი ძალადობაზე, დამოკიდებულებაზე, სხვადასხვა იმიჯზე და ილუზიების მსხვრევაზე. კრიტიკოსების შეფასებით, თუ ოდესმე გიგრძნიათ, რომ ყოველდღიურობის მიღმა რაღაც დიდსა და დამთრგუნველს განიცდი, ან თუ გინდა დაინახო, როგორ გამოიყურება შინაგანი ტკივილი, ჩუმად სახლი შენთვისაა. Che giorno è oggi, Fabiana? 10 febbraio. 2013 წლის თებერვალს ემერიტუსი პაპი ბენედიქტ მე-16 გადადგა. ის პირველი რომის პაპი იყო 600 წლის განმავლობაში, რომელმაც პოსტი დატოვა. მისი გადადგომის მიზეზები დღემდე უცნობი და გასაიდუმლოებულია. რეჟისორმა ალვის ჰერმანესმა ნიუ-რიგის თეატრში პაპის გადადგომის წინადღის სრულიად ახალი ინტერპრეტაცია წარმოადგინა. სპექტაკლის პრემიერა 2019 წლის 21 ნოემბერს გაიმართა. პრემიერას დიდი გამოხმაურება და კრიტიკოსების მოწონება მოჰყვა. წარმატებული დადგმების შემდეგ რეჟისორმა თეთრი ვერტმფრენის სრულმეტრაჟიან ფილმად გადაღება გადაწყვიტა. სურათის პრემიერა 2024 წლის 9 აგვისტოს გაიმართა. საათი და 47 წუთიანი ფილმი ინარჩუნებს სპექტაკლის მთავარ ხაზს. Hunger for the future, I think. ეს არის ფილმის სპექტაკლი, რომელიც გადაღებულია ძალიან კარგი, ძალიან ისეთი დიდი, როგორც ჩვენ აქ ვეძახით ხოლმე, ლატვიელი რეჟისორის არვის ჰერმანესის მიერ. და ეს არის ფილმის სპექტაკლი, რაც განსაკუთრებული ნამუშევარია მიხეილ ბარიშტიკოვის მონაწილეობით. ქართულ მაყურებელს საშუალება ექნება ასევე ნახოს საერთაშორისო აღიარების მქონე დადგმა მანა. მანა ისრაელის ვერტიკო დანს კომპანიის პროდუქცია, რომლის პრემიერაც 2009 წელს გაიმართა. მას ასევე მოყვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო აღიარება და წარმატება.
თეატრის კრიტიკოსების შეფასებით, მუსიკა, განათება, სცენოგრაფია, მოცეკვავეები, დადგმაში ყოველი ასპექტი დახვეწილი და სრულფასოვანია. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში 4 სპექტაკლს და 1 ფილმ სპექტაკლს თავაზობს მაყურებელს. ფესტივალი 16 სექტემბერს დაიწყება ქართული სპექტაკლების პროგრამით და 21 სექტემბრიდან საერთაშორისო პროგრამით გაგრძელდება.